9 აგვისტოს რომან დოლიძე შეხვდება ძალიან საშიშ მეტოქეს ენტონი ჰერნანდეს, რომელმაც UFC-ში უკვე 7 ზედიზედ ბრძოლა მოიგო და რაც თავარია, ის თავის შეხვედრებს ძირითადად იგებს ფინიშით. დღეს მე თქვენ ჰერნანდესის ყველა ბრძოლას გაჩვენებთ UFC-ში, იქამდე გეტყვით, რომ ის დაიბადა 1993 წელს კალიფორნიის შტატში. სკოლაში ის იყო დაკავებული ჭიდაობით და ძალიან კარგადაც ჭიდაობდა, მაგრამ ნიშნების გამო ის გარიცხეს სკოლიდან. მას ჰქონდა კიდევ ერთი ცდელობა სწავლის სკოლებში ჩააბარა, მაგრამ იქ უკვე თავის ინიციატივით დაასრულა სწავლა, გადაერთო მთლიანად MMA-ში, დაიწყო ვარჯიში ჯიუ-ჯიტსუში, კიკბოქსინგში და კრივში და აი მთლიანად გადაეშვა ამ სფეროში. ჰერნანდესის კარიერა MMA-ში ჯერ დაიწყო მოყვარულებში 2010 წელს, სადაც მან 9 ზედიზედ ბრძოლა მოიგო და რაც თავარია, ამ 9 ბრძოლიდან 8 მან დაასრულა ფინიშით. ზოგი იყო ნოკაუტი, ზოგი იყო საბმიშენი და მხოლოდ ერთი ბრძოლა მივიდა გადაწყვეტილებამდე. მერე ბოლოს ტიტულზე იბრძოლა და დამარცხდა და 2014 წელს გადაწყვიტა პროფესიონალებში გადასვლა. პროფესიონალებში ჰერნანდესმა თავისი პირველი მეტოქე ზუსტად 51 წამში დაანოკაუტა და გადაიქცა ნამდვილ ანაკონდად. წარმოიდგინეთ, მომდევნო ზედიზედ 4 ბრძოლა პირველივე რაუნდში მან თავისი ოპონენტი დაახრჩა. გამეთანხმებით ძალიან მაგარი შედეგია, რაც გვეუბნება, რომ ის პარტერში ძალიან ძლიერია. შემდეგ 2018-ში ის შეხვდა ბრენდან ალენს LFA-ის ორგანიზაციაში სატიტულო ბრძოლაში. ბიჭებმა 5 რაუნდი კარგად იბრძოლეს, სადაც ჩვენი გადაცემის გმირი ბევრად უკეთესი იყო და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და გახდა ამ პრომოუშენის ჩემპიონი. სხვათა შორის ეს მებრძოლები 7 წლის მერე კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს უკვე UFC-ის ორგანიზაციაში, მაგრამ გავყვეთ ყველაფერს ქრონოლოგიურად და ჯერ შევხედოთ ჩვენი გადაცემის გმირის ბრძოლებს UFC-ში. 2018 წლის ზაფხულში ჰერნანდესი იღებს მონაწილეობას Dana White Contender სერიაში და ხვდება ჯორდან ბრაიტს. დაიწყო თუ არა შეხვედრა, ენტონი ეგრევე თავს დაესხა თავის ოპონენტს და რაუნდის მე-40 წამზე გაუშვა ის ღრმა ნოკაუტში. Dana White ამ ფინიშით აღფრთოვანებული იყო. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავდა, რომ ჰერნანდესი მიიღებს კონტრაქტს UFC-სთან და ასეც მოხდა. თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ ენტონი ვერ გაიარა დოპინგ ტესტი, მის სისხლში აღმოჩენილი იყო მარიხუანა. ამიტომ ეს ბრძოლა გაუქმდა. ენტონიმ კი 6 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. სხვათა შორის ჰერნანდესი როგორც ძმები დიასები სულ ერთობა ბალახით და არც მალავს ამას. უბრალოდ ბრძოლამდე ერთი თვით ადრე ანებს მოწევას თავს, შემოწმებაზე პრობლემები რო არ ჰქონდეს. 2019 წლის 3 თებერვალს ჰერნანდესი შეხვდა მარკუს პერეს, რომლის ძლიერი მხარეც სწორედ რომ გრეპლინგი იყო და აი პირველ რაუნდში ბიჭებმა მოასწრეს ყველაფერი, კარგათაც იჩეხავეს, კარგათაც იჭედავეს და აი მეორე რაუნდში პერესმა პირველივე წუთზე გაუტარა ძალიან ძლიერი ფეხი მუცელში ჩვენი გადაცემის გმირს და მერე მიყვა პარტერში და დაიწყო მისი მოგუდვა. ჰერნანდესი ცდილობდა 1 წუთის განმავლობაში გამოძრომას, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა და პერესმა ის საბოლოოდ დაახრჩა. ამავე წლის 31 აგვისტოს ჰერნანდესი ხვდება UFC-ის დებიუტანტს ჯუნიონ პარკს და პირველივე რაუნდში ჩანდა, რომ ჯუნიონგი ბევრად უკეთესი არის დგომში, ამიტომ ჰერნანდესი ცდილობდა მთელი ბრძოლა პარტერში გადაეყვანა თავისი მეტოქე და იქ ემუშავა. მეორე რაუნდში ყველაფერი განმეორდა. ჩანდა, რომ ჰერნანდესი დგომში ვერაფერს ვერ აკეთებდა, ამიტომ ის ცდილობდა მიწაზე გადაყვანას და სწორედ რომ გამოუვიდა მას კორეელის გადაყვანა მიწაზე, სადაც კაი ხანი ამუშავებდა და ბოლოს მიაღწია თავისას და ეს მებრძოლიც დაახრჩა. შემდეგ იყო კევინ ჰოლანდი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო ჩვენთვის ქართველებისთვის, იმიტომ რომ ეს სპორტსმენი შეხვდა როგორც რომან დოლიძეს, ასევე ჰერნანდეს და პირველივე რაუნდში და ყველაფერი ზუსტად 39 წამში, იმიტომ რომ კევინ ჰოლანდი იჭერდა კარგ დისტანციას, შორიდან მუშაობდა და 39 წამზე დაანოკაუტა ჰერნანდესი, მაგრამ ყველას გვახსოვს რომან დოლიძემ რა დღეში ჩააგდო კევინ ჰოლანდი პირველ რაუნდში. გადაუარა, შეჭამა, ნეკნებიც კი დაამტრია და ფიზიკურად მეორე რაუნდში კევინ ჰოლანდი ვერ გავიდა და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმდროინდელი რომან დოლიძე და იმდროინდელი ჰერნანდესი რო შეხვედროდნენ ერთმანეთს, რავი, ჩემი აზრით პირველ რაუნდს ჰერნანდესი ვერ გაივლიდა, მაგრამ მის მერე გავიდა უკვე 5 წელი და ჰერნანდესმა 7 ზედიზედ ბრძოლა მოიგო და აი როგორც მებრძოლი ის გაიზარდა. ჰერნანდესმა თავისი დაუმარცხებელი გამარჯვებების სერია დაიწყო 2021 წლის 14 თებერვალს, სადაც შეხვდა როდოლფო ვიეირას. ბრაზილიელი მაგ დროს იყო დაუმარცხებელი, მან პროფესიონალებში 7 ზედიზედ შეხვედრა მოიგო და ყველა ფინიში, 6 საბმიშენი და 1 ნოკაუტი.
ვიეირამ პირველივე წამებზე გადაიყვანა ენტონი მიწაზე და 3 წუთის განმავლობაში დომინირებდა. ჩანდა რომ ბრაზილიელის ჯიუ-ჯიტსუ ჯობნის ჰერნანდესის გრეპლინგს, მაგრამ როგორც კი რაუნდის ბოლოსკენ მებრძოლები ფეხზე დადნენ, ჰერნანდესმა დააზიანა თავისი მეტოქე დარტყმების კომბინაციით, კლიანად შესვალა ბრძოლის მიმდინარეობა და ბოლოს რომ არა გონგი, ის ბრაზილიას ფეხებით დაახრჩობდა მჭიდროდ შექმნილ სამკუთხედში. როგორც კი მეორე რაუნდის დასაწყისში მოხვდა ბრაზილიას ენტონის მუხლი, მან ეგრევე გადაიყვანა ბრძოლა პარტერში, თუმცა ვერ შეძლო კონტროლი და დაკარგა პოზიცია. ჰერნანდესმა ისჯერ კარგად სცემა პარტერში, მერე დგომში იდაყვებით დაუშვა და ბოლოს ეფექტურად დაახრჩო ის. გამარჯვების შემდეგ ჩვენი გადაცემის გმირი ჯერ უნდა შეხვედროდა ალბერტ დურაევს, თუმცა ტრაუმის გამო დურაევი ჩაიხსნა. შემდეგ UFC ჰერნანდესმა დუპლესი შესთავაზა, მაგრამ ეს შერკინებაც ჩაიშალა და ბოლოს ის შეხვდა ჯოშ ფრემს. ეს 3 რაუნდიანი შერკინება იყო, რომელიც ჰერნანდესმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. ჯოში უფრო სტრაიკერი იყო, ამიტომ გაუჭირდა ჰერნანდესმა მუდმივი გრეპლინგის გაძლება. ენტონი არ აძლევდა ოპონენტს დგომში ბრძოლის განვითარების საშუალებას. თავისი ჭიდაობით, პარტერით და გაგუდის მცდელობებით დატანჯა ის და როგორც შედეგი უპირობო გამარჯვება მოიპოვა. წლის 18 სექტემბერს ჰერნანდესი მორიგ სტრაიკერს შეხვდა. მარკ ანდრე ბარიო იყო TKO-ს პრომოშენის ჩემპიონი, რომელსაც UFC-ში მაგ მომენტისათვის 4 მარცხი და 3 გამარჯვება ჰქონდა. მებრძოლებმა პირველი რაუნდი დგომში დაიწყეს, თუმცა ჰერნანდესმა მალევე გადაიყვანა შეხვედრა მიწაზე, სადაც უკეთესი იყო და ისევ თავისი ჭიდაობის მეშვეობით ეს ბრძოლის მონაკვეთი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდში ჩანდა რომ კანადელი ბევრად დაღლილი იყო. აქაც ყველაფერი განმეორდა. რაუნდი თითქმის მთლიანად პარტერში წარიმართა, სადაც ჰერნანდესი აქტიურობდა და ეს ბრძოლის მონაკვეთი თავის სასარგებლოდ დაასრულა. Minute 20 left to go in round 2. He's kind of letting go. He's got to start letting him rip. He'll never flee. Right from there. Round for Hernandez. Third round's coming up. კანადელის ტანჯვა მესამე რაუნდში დასრულდა. ჰერნანდესმა ისჯერ 2 წუთის განმავლობაში ტანჯა, ერთი მომენტი თავითაც კი ჩაარჭა ოქტაგონში და ბოლოს ეს სპორტსმენის ტრადიციულად დაახჭორითიც მოიპოვა მესამე ზედიზედ გამარჯვება. He can finish here. Even though he's trying to let him off the side. That's it! Wow. Chokes him to sleep. Now, what a return to the octagon for Hernandez! შემდეგი ოპონენტი იყო ედმენ შახბაზიანი, რომელმაც UFC-მდე 7 ზედიზედ ბრძოლა მოიგო და რაც თავარია ყველა ბრძოლა ნოკაუტით. შემდეგ UFC-ში 4 შერკინება ზედიზედ გამარჯვებით დაასრულა, აქედან 3 ფინიშით და ნოკაუტა 2019 წელს ბრედ ტავარესი და 2020-ში პირველად თავის კარიერაში დამარცხდა ნოკაუტით დერეკ ბრანსონთან. შემდეგ ერთი ბრძოლა მოიგო, 2 წააგო და შეხვდა ჩვენი გადაცემის გმირს. ჰერნანდესის და შახბაზიანის ბრძოლის პირველ რაუნდში ჩვენ ვნახეთ ყველაფერი. დგომში ჩეხაობა, პარტერიც, მახრჩობელებიც და კლინჩიც. ინიციატივა ხან ერთი მებრძოლის მხარეს იყო, ხან მეორის. თუმცა რაუნდის მეორე მონაკვეთიდან ენტონი უფრო აქტიური იყო, განსაკუთრებულად პარტერში და რაუნდი დაასრულა თავის სასარგებლოდ. შახბაზიანი მეორე რაუნდში გავიდა ძალიან დაღლილი. ჰერნანდესმა ამ ბრძოლის მონაკვეთში გადაუარა მას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ძირითადად შეხვედრა პარტერში მიმდინარეობდა, სადაც ჰერნანდესმა თავისი მეტოქე რამოდენიმეჯერ კინაღამ გაგუდა. თუმცა საქმე ფინიშამდე მაინც ვერ მივიდა.
განადგურებული შახბაზიანის დაფინიშება მესამე რაუნდში დროის ამბავი იყო. ჰერნანდესმა ის თავიდანვე გადაიყვანა მიწაზე და პირველივე წუთზე ჩაქოლა პარტერში. რითიც ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა ტექნიკური ნოკაუტით. It's coming. Warning for her team. That is going to do it. 2024 წლის 18 ფებრუარს ჰერნანდეს შეხვდა რუსი მებრძოლი რომან კაპილოვი. მაგ მომენტისათვის რუსი სამბისტი UFC-ში 4 ზედიზედ გამარჯვებით მოძრაობდა და რაც თავარია 4-ვე გამარჯვება მან ნოკაუტით მოიპოვა. პირველ რაუნდში კაპილოვი მცირედით უკეთესი იყო, კარგად მუშაობდა ფეხებით დისტანციაზე და დარტყმების სვლაში შედარებით ეფექტურად გამოიყურებოდა. ჰერნანდესი კი მთელი ამ ბრძოლის მონაკვეთში მეტოქის მიწაზე გადაყვანას ცდილობდა, მაგრამ რუსი კარგად იცავდა თავს ტეიქდაუნებისგან და ერთადერთი რაც გამოუვიდა ენტონის ეს იყო რაუნდის ბოლოს კლინჩი აქტივობა. მეორე რაუნდი სპორტსმენებმა დგომში დაუშვეს ერთმანეთს. ისინი 2 წუთის განმავლობაში აქტიურად შედიოდნენ სვლაში, რამაც შერკინება გახადა ძალიან სანახაობრივი. თუმცა ერთი მომენტი რუსი წაბორძიგდა და ჰერნანდესმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. მან ეგრევე გადაიყვანა კაპილოვი მიწაზე, მოექცა ზურგიდან და დააღწიო ის, რითიც მოიპოვა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება. ამავე წლის 20 ოქტომბერს ენტონი შეხვდა მიშელ პერეირას, რომელსაც იმ დროისათვის 8 ზედიზედ შეხვედრა ჰქონდა მოგებული 4 გადაწყვეტილებით და 4 ფინიშით. ბრაზილიელი ჯიუ-ჯიტსუს კარგად იყენებდა ბრძოლაში, ამიტომ ეს შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო ჰერნანდესისთვის ადვილი გასეირნება. ბრაზილიელმა პირველივე რაუნდი ძალიან ეფექტურად დაიწყო. ჰერნანდესაც ჰქონდა რამოდენიმე წარმატებული მცდელობა დგომში. ამ ბრძოლის მონაკვეთში ენტონის ბევრი ტეიქდაუნის მცდელობა ჰქონდა და რაუნდის ბოლოს მან მაინც გადაიყვანა თავისი მეტოქე მიწაზე და თავის სასარგებლოდ დაასრულა ეს მონაკვეთი. მეორე რაუნდში ბრაზილიელმა მოახერხა ჰერნანდესის დაჭერა ჰელიოტინაზე და კინაღამ საქმე ბოლომდე მიიყვანა. თუმცა ენტონი ახერხებს გამოძრომას და რაუნდის ბოლომდე დომინირებს პარტერში. Breaking Michel time on the clock in round 2. All round. But if he keeps doing what he's doing. ჰერნანდესმა მესამე რაუნდიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. მას ბრაზილიელი წარმატებულად გადაყავდა მიწაზე, სადაც აკონტროლებდა და ამუშავებდა გრანდ ენდ პაუნდით. მეოთხე რაუნდში პერეირა ძალიან დაღლილი იყო და ყველაფერი განმეორდა. ჩანდა რომ ჰერნანდესის გამძლეობა ბრაზილიელთან შედარებით სულ სხვა დონეზეა. ენტონი არ ასვენებდა თავის ტეიქდაუნებით მეტოქეს, ბრუტალურად ამუშავებდა მას პარტერში და დგომშიც კი უკეთესი იყო. მეხუთე რაუნდიც როგორც წინა ორი ანალოგიურად წარიმართა. ჰერნანდესმა დაათეიქდაუნა პერეირა და პარტერში იმდენი ურტყა რომ საჯმა ვეღარ გაუძლო და გააჩერა შეხვედრა. თავისი მეექვსე გამარჯვების შემდეგ ენტონიმ გამოთქვა სურვილი სატიტულო ბრძოლის.
2025 წლის 23 თებერვალს ჰერნანდესი რიგით მეშვიდე ბრძოლას იგებს UFC-ში, სადაც ხვდება ბრენდან ალენს და სხვათა შორის ეს მებრძოლები, როგორც გახსოვთ, LFA-ის სატიტულო ბრძოლაში შეხვდნენ ერთმანეთს 7 წლის წინ. მაშინ ეს შეხვედრა იყო 5 რაუნდიანი და 5-ვე რაუნდში დომინირებდა ჩვენი გადაცემის გმირი და მოიპოვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება და აქაც 3 რაუნდი დომინირებდა, უკეთესი იყო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მან ეს ბრძოლა მოიგო და ძირითადად თავისი ჭიდაობის და ტეიქდაუნების მეშვეობით. სხვათა შორის ამ ბრძოლაში მან თავისი დივიზიონის რეკორდიც კი მოხსნა ტეიქდაუნებში, სადაც თავის კარიერაში UFC-ში 57 ტეიქდაუნი შეასრულა. რა შეგვიძლია ვთქვათ ჰერნანდესზე დოლიძის წინააღმდეგ? ენტონი ნამდვილად ძალიან საშიში მებრძოლი არის და მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია იბრძოლოს 5-ვე რაუნდი, თან დარჩეს კონკურენტუნარიანი და ეს იმას მიგვანიშნებს, რომ ის ძალიან მაგარი გამძლე არის. მაგრამ ძირითადი მისი პლუსი არის გრეპლინგი, ჭიდაობა და პარტერი, სადაც ის ძალიან მაგარი საშიშია, ბოლო-ბოლო ის არის მახრჩობელებზე მონადირე და ასევე ძალიან კარგად, დივიზიონში ყველაზე მაგრად ასრულებს ტეიქდაუნებს და ასევე ტეიქდაუნებისგანაც თავს იცავს ძალიან კარგად. რა შეგვიძლია ვთქვათ დოლიძეზე? ჰერნანდესთან შედარებით ქართველი მებრძოლი ფიზიკურად არის ბევრად ძლიერი და არ დაგვაუწყდეს, რომ ის არის გრეპლინგში მსოფლიო ჩემპიონი. ამიტომ ჰერნანდესს ძალიან გაუჭირდება ჩვენი მებრძოლის მიწაზე გადაყვანა და თუ გადაიყვანა დოლიძეს კონტროლი, აი მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ჰერნანდესმა რომ აკონტროლოს პარტერში და მახრჩობელა ან რაღაცა ეგეთი საბმიშენი გაუკეთოს. იმიტომ რომ დოლიძის კარიერაში არასდროს არ წაუგია საბმიშენით და არც ნოკაუტით. დოლიძეს საერთოდ არ წაუგია ფინიშით. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ აი ჰერნანდესი ეცდება პირველი, მეორე, შეიძლება მესამე რაუნდიც ჭიდაობას მიწაზე გადაყვანას. დოლიძე კარგად დაიცავს თავს, თუ გადაიყვანენ ძალიან სწრაფად ადგება და იმდენ სიზავს, რომ ამ ბრძოლას დააბრუნებს დგომში. ზუსტად ეს დგომი გჭირდება ჩვენს, სადაც დოლიძეს ძალიან ძლიერი ხელები აქვს და მე ვთვლი, რომ სადღაცაც მესამე, მეოთხე ან მეხუთე რაუნდში ქართველი მებრძოლი აუცილებლად მას დააფინიშებს ან ნოკაუტით, ან ძიმე ნოკაუტით, ან ტექნიკური ნოკაუტით და მოიგებს ამ ბრძოლას. და თუ ესე მოხდა, რაშიც პირადად მე ძალიან მაგარი დარწმუნებული ვარ, შემდეგი ოპონენტი ჩვენი ქართველის იქნება დუპლესის და ჩიმაევს შორის დამარცხებული მებრძოლი. და აი ამ ბრძოლასაც თუ მოიგებს, ჩვენ ქართველს ექნება შანსი, რომ გავიდეს სატიტულო ბრძოლაზე. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, რომან დოლიძემ რომ კიდევ ამის გარდა კიდევ ერთი ბრძოლა რომ მოიგოს, მას წინ ელოდება სატიტულო ბრძოლა და ის იქნება მესამე ქართველი, რომელიც გავა ტიტულზე საბრძოლად. მოკლედ დოლიძეს უსურებ გამარჯვებას, ველოდები მესამე ქართულ ჩემპიონს. თქვენ კიდევ დაწერეთ კომენტარებში თქვენი პროგნოზები და ეს ყველაზე მაგარი MMA-ის კომაგი აქ ყავს. ეს გაიცანთ ჩვენი დუსო და დუსო გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.